ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და თუ გსურთ გაიგოთ რა ხდება მსოფლიო კულტურულ ცხოვრებაში, რას საქმიანობენ პოპულარული მუსიკოსები და მსახიობები, მაშინ გთავაზობთ ინფორმატორს ლაილაისთან ერთად 5 დეკემბრის შოუ-ბიზნესური სიახლეებით. სტუდია მაესტროში ბასტი ბუბუსთან ერთად საახალწლო პროგრამაზე მუშაობის ციებ-ცხელება დაიწყო. მე მხოლოდ იმას გაგემხელთ, რომ საკმაოდ საინტერესო პროექტი მზადდება. ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს მუშაობა სტუდია მაესტროსა და ბასტი ბუბუს ერთობლივ პროექტზე. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს მხოლოდ ერთი ნაწილია. დანარჩენი კი ახალ წელს ნახეთ. რატომ მუშაობს? Regul. Aba დავიწყეთ. მუშაობ, ბავშვებო. ჩვენ ბანდიტო, განგსტერიტო, კარგიტი მედიბორტურიტო, ოე, ჩვენ პირატო, აგრეალეთ მთელი Mama მშრალი. მაგას მოვიდე, გავიბე. ყველა ის ადამიანი, ვინც ბავშვებს უყვარს, ჩართული არიან ამ პროექტში. ამჯერად ვიღებთ კიჭას და ჯინოს, რომლებიც რეპეტიციაზე არიან ბასტი ბუბუს უბანში და თქვენ თვითონ ნახეთ რა დღეშიც არიან. მეორე ფეშ გადმოწია. რანაირი პირატი ხარ? აიმე, ცოტა გამხდარებაში. კარგად ხარ? ჰა? კარგად დაჯექი. ჩვენ არ გვინდა რომ ეს ერთი წელი რომელიც ბავშვებს ბევრი ბავშვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ისე გავიდეს რომ დიდი სიხარული არ შეხვდეთ იმიტომ რომ ახალი წლისთვის ყველა ბავშვისთვის უნდა იყოს სიხარული და ამისათვის ბასტი ბუბუ აკეთებს ძალიან ბევრ პროექტს პირველი ის რომ აი 1 იანვრიდან გავა სუახალი საღამოს პროგრამა ბაბილინა რომლის დეკორაციაშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით ეს იქნება ჩვენი ძირითადი სტუდია კონცერტები ცირკში სპორტის სასახლეში მაესტროსთან ერთად გადაღებები მიმდინარეობს ჩვენ სტუდიაში და პარალელურად მაესტროს სტუდიაში დაიწყება, ანუ ჩვენი ბავშვები მივლენ იქ სტუმრად. ესე იგი, ნაწილი კლიპებისა იქნება აქ მაესტროს წამყვანები და ნაწილი კლიპები იქნება მაესტროში ბასტი ბუბუს ბავშვები რა დღეს დააწევენ იქაურობას. 4 დეკემბერს აჭარა მუსიკოლში სკანდინავიურ თემაზე შექმნილი კოლექციის ჩვენებას აწყობს დიზაინერი კვანცა ჯანაშია. სპეციალურად ამ ჩვენებისათვის თათა ვარდანაშვილმა ფეხსაცმლის ახალი კოლექცია შექმნა, ხოლო მუსიკა ნიკა მემანიშვილმა დაწერა და ის ცოცხალის შესრულებით აფორმებდა ჩვენებას. აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ დიდი მოწონება დაიმსახურა ვიზაჟისტ ვერიკო ბედელაძის ნამუშევარმა და მის მიერ გაკეთებული მაკიაჟი ყველამ ერთხმად აღიარა. აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ კვანცა ჯანაშიას ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე დიდი პრობლემა შეექმნა. მას მოპარეს 10 საქორწინო კაბა, რომელთაც ჩვენება უნდა დაეხურა. თუმცა მიუხედავად ამისა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კოლექციამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მუსიკალური განსხვავებები ან ავტორები მე გავუკეთე ძალიან მეორე არა და ცოცხალია რა ყურადღება ვანცას დაუძახებ და ვიწყებ ბედნიერად სპოკა
და მე როგორც სკანდინავიური და კერძოდ შვედური კომპანია Oriflame-ის წარმომადგენელი არ შემიძლია ამაზე არ გავაკეთო აქცენტი. გარდა ყველაფერი იმ სილამაზისა, მე მხედველობაში მაქვს ტანის ამოსი და ფეხსაცმელი, განსაკუთრებით აღნიშნვის ღირსია თვითონ ვიზაჟისტი, რომელმაც იდეალურად იმუშავა დღეს მოდელებზე და ასე მშვენივრად ასახა სკანდინავიურ სილამაზე და კულტურა დღევანდელ დღეს მოდელების სახეზე. ზუსტად ის არის, რასაც ველოდებოდი. არის არაჩვეულებრივი დიზაინერი, გვანცა და აქვს არაჩვეულებრივი თარგი. ეს ქალურობა, მიუხედავთ იმისა, რომ იყო სკანდინავიური თემა, აი აბსოლუტურად ყველა მოდელის ტარება შეიძლება და მე მგონი ნებისმიერი ქალი ბედნიერი იქნება, რომ ეს ტანსაცმელი ატაროს და მინდა გვანცას უსურვო ძალიან დიდი მომავალი. ძალიან ბედნიერი ვარ და კმაყოფილი ვარ, რომ ჩემმა შრომამ რაღაცა გამოიღო და მე მგონი ხალხი კმაყოფილია. გრძელდება გადაღებები ლელა წურწუმიას ახალ ვიდეო კლიპზე, რომლის რეჟისორიც გია ნიკოლაძეა. სხვათა შორის კლიპში ლელას მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილიც მონაწილეობს. ინფორმატორში ჩვენ უკვე შემოგთავაზებთ კლიპის გადაღების პირველი დღე. თუმცა მაშინ ლელას სცენებზე მუშაობა ჯერ არ მიმდინარეობდა. ახლა კი ვნახოთ, როგორი იქნება თავად ლელა ახალ კლიპში. მეორე დღე არის მუშაობის ფაქტობრივად 24 საათი იყო პირველი სამუშაო დღე, აბსოლუტურად გაუჩერებად ზუსტად 24 საათი მუშაობდით. მასალას ამყავთ უხვად არის, მე ვფიქრობ რომ ლამაზი იქნება, იმიტომ რომ ვეცადეთ არაფერი, აი ყველა წვრილმანიც კი ყოფილიყო ძალიან სრულყოფილი, იმიტომ რომ მინდა რომ ძალიან ლამაზი სიმღერა, იცით სიმღერის ავტორი გახოთ რომ სამორჩილაძე, ტექსტი ირინა სანიკიძის, არანჟირების ავტორი კახა ცისკარიძეა და მინდოდა, აი როგორიც არის თვითონ სიმღერა, კიდევ უფრო მეტად გაელამაზებინა ანუ ვიდეო მასალას. ძალიან კაია, ძალიან კაია. აი, ვაიმე. იფიქრე ეს. წავიდა, ის არის. ოპერის კოსტიუმებია გამოყენებული, თორე საკმაოდ კარგი გარდერობი აქვს და კოსტიუმი საკმაოდ ბევრად არის და მრავალფეროვანია, მაგრამ კონკრეტულად რაც შეეხება ჩემ კოსტიუმს ზოგი მზარე, ზოგი შეკერილია, მოკლედ ზოგი ცნობილი დიზაინერის არის, მოკლედ არის ჟან-პოლ გოძიეს დიზაინია. ქვედაბოლო ჩემია რაღაცა. მაგრამ კოსტიუმები იცვლება და რა თქმა უნდა ჩემი დიზაინითაც იქნება რამოდენიმე კოსტიუმი. უთაკები ავიღო. ინფორმატორი რადიო ფორტუნაში 4 დეკემბერს ორი ახალი სიმღერის პრემიერას დაესწრო. მოკლედ ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიას ნატო გელაშვილისა და გიო ხუციშვილის ახალი სიმღერები შეემატა. ესე იგი, რა სამომავლო გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში, მსმენელი გეკითხება. ძალიან დიდი მადლობა, მადლობთ. უახლოეს მომავალში გამოდის ჩემი რიგით მეხუთე ალბომი. სახელწოდებით მიყვარხარო, აი ესე იწოდება, ალბათ შეინარჩუნებს ამ სათაურს. მას ასე ძვირფასო რადიო მსმენელებო, ახალი სიმღერა პირველად ისმენთ ყველანი, ის გახლავთ ნატო გელაშვილის ახალი სიმღერა, რომელსაც მიყვარხარო ჰქვია და მოგიწოდოთ, ესე იგი, დანიშნულების ამბავი გამოვიყენოთ ძალიან მხოლოდ ეს სიმღერა. ჩემთვის ის ზღავარი ხარ შენ გაზაფხული მოდი
ეს არის საკმაოდ ну დიდი ხნის წინ დაწერილი, ну ახლა დიდი ხანია უკვე ალბათ 1 წლის უკან დაწერილი სიმღერა. უბრალოდ ჩაიწერა მოგვიანებით და მე როგორც ცნობილი რაჭველი გავაჟღერე კიდევ უფრო მოგვიანებით, ასე რომ ეს ჩემი ხელწერაა, ანუ ყველაფერი მჟღავდება გვიან. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა გადაცემის მსვლელობისას მთელი 1 საათი, ესე იგი ჩვენ მსმენელების არებს პასუხობდით და აღფრთოვანებულები იყვნენ ისინი. ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა პირდაპირ ეთერში და ნატომ როგორც შეგვპირდა, დღეიდან კიდევ უფრო გააქტიურდება და უფრო სიხშირით ჩაწერს ახალ სიმღერებს. გაჯაზებას ვაფი ხანდა როგორც იცით, შაბათს კლუბ ნოანუაში კონცერტს გამართავს ჯგუფი ლაიტმოტივი. ჩვენ გენერალურ რეპეტიციას დავესწარით და მოდით ვნახოთ სიუჟეტი იმის შესახებ, თუ რა პროგრამას შემოგთავაზებს ლაიტმოტივი. სექტემბრის შემდეგ ჯგუფი გადავიდა უკვე სტუდიაში სამუშაოდ. მუშაობთ მერაბსანოძე სტუდიაში, ჩანაწერები კეთდება და პარალელურად მიმდინარეობს რეპეტიციები, სადაც უკვე ახალ ალბომზე უკვე ფიქრობთ, რომ ახალი ალბომიც მოვამზადოთ. ალბათ 3 თვეში ახალი ალბომი მზად იქნება უკვე და ამ ახალი ალბომის პრეზენტაციაზე პარალელური პრეზენტაცია იქნება დისკის გამოშვებისას პირველი ალბომის. ესეთი ჯგუფები უკვე ალბათ დრო მოვიდა, რომ წინა პლანზე გამოვიდნენ და ამ ჯგუფს აძლევს საშუალებას ისიც, რომ მსმენელი ყავს უკვე ძალიან ბევრი. მსმენელები არ მისცემენ ამის უფლებას, რომ ჯგუფი კიდე დაიშალოს. ჯგუფ ლაიტმოტივი წარმოადგენს 13 კომპოზიციას. ერთი კომპოზიცია უკვე ახალი იქნება ამ პროექტში შეტანილი. იქნება საათი და 12 წუთი მთლიანად მთელი კონცერტი. კონცერტის დამთავრების შემდეგ ჩვენ წარმოვადგენთ ახალი პროექტის BK Zone-ის ახალი ვარიანტის პრეზენტაციას. 2 კომპოზიცია იქნება სამი პერკუსიონისტის, DJ-ის და ბარაბანщиკის მონაწილეობით. იქნება ჯაზ როკის, პოპის, რეპის ელემენტებით, რაღაც დიდი ნაზავი, რაზეც ალბათ სვენელი კმაყოფილი დაგვრჩება. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.